სამხრეთ იტალიის ქალაქ ბარიში საღამოსკენ ვია დე როსიზე თუ ჩაივლით ქართულ საცეკვაო მუსიკას გაიგონებთ. ქორეოგრაფიულ ჯგუფ ფესვებს რეპეტიცია აქვს. დღეს ექვავენ ლელა მასწავლებელი და კაკო მასწავლებელი. ლალი მასწავლებელი და კაკო მასწავლებელი, ლალი შოვნაძე და კაკო კინკლაძე არიან. ჩვენ ცეკვას არ დავუკავშირებთ. ჩვენ დიდი ისტორია გვაქვს. ბავშვობიდან ერთმანეთის გვარული და გვიყვარდა ერთმანეთი ბავშვობიდან, სკოლიდან. ეს სასწავლებლად თბილისში წავედი რაღაც და ასე რომ დავშორდით ერთმანეთს. და 35 წლის შემდეგ ისევ აი რა ვიცი ალბათ ბედმა, ღმერთმა და სულ მინდოდა მათქვა ჩემი სიცოცხლეა, ჩემი გულის პეთქვა. მე პირველად როცა წამოვედი, ჩემი პირველი მიზანი იყო მე აქ წამოსულიყავი, ესწავლეთ ჩემ შვილებს და დაუბრუნებულიყავი საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ ცოტა ვადა გამიგრძელდა. მე ადრე ცხოვრობდი ვიასალანდრაზე. და გათვისებული ჩემს სახლად მაქვს ზუსტად ის სახლი, ისეთი პიროვნება ნახე, როგორიც გვერდით მე ვიყავი ეს წლების მანძილზე რა. გაბრიელა სისტო, ვინც ჩემთვის არის დედაც, მეგობარიც, დაც და ადამიანი, რომელიც დღემდე ამ წუთამდე ზრუნავს ჩემზე. შემთხვევით ჩვეულებრივად მუშაობა დავიწყე დედის მომლელად, მისი დედის მომლელად. მე გარდაცვალების შემდეგ, დედის გარდაცვალების შემდეგ აღარ გამიშვა და 9 წელი ვიცხოვრე მასთან ერთად. ბარემ მკითხავთ მაშინ, ამდენი რა მოსავლელი არის ამ იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში, სად არის, ვის უვლიან ეს, ვინ აქაურები თავის ხალხს ვერ უვლიან? როგორ ვერ უვლიან? აქაურები თავის ხალხს რო უვლიან, იმიტომ ვართ ჩვენ აქ. ხო, მაგრამ აი ფიზიკურად ხო, თქვათ, თქვენ გიხდიან და მერე თქვენ აკეთებთ იმ საქმეს, რაც ასე ვთქვათ. მაგრამ იტალიელი ესენი რო უვლიან, იტალიელი ჩვენ ნახევრის ფაში ვმუშაობთ აქ. აი ეს გაარო. ჩემში ყველაფერი დაბრუნდა ეს, რაც დავტოვე საქართველოში. ჩემთვის სუნთქვა ეგ, ჩემი ცხოვრებაა ეს. ამ ბავშვებთან მოსვლით ჩემში ყველაფერი შეიცვალა. თითქოს რაღაც დეპრესია ესავით მქონდა, სულ მუდმივად გამუდმებით რაღაც მომლელის როლი მქონდა მორგებული რაღაც, მაგრამ ეს ჩემი ოცნება იყო. მუდამ ყოველ დღე ფიქრობ დაბრუნებაზე. საქართველოში დავბრუნდე. დაბრუნდეს ეს ბავშვები. არ მემეტება არც ერთი ბავშვი აქედან უცხოეთის მიწაზე. ის ორი ადამიანი, ვინც მართლა გვერდით რო დაგვიდგა, ყველანაირად რო გვიდგას, მარტო ჩვენ არა, ყველა ქართველებს უდგას ისინი გვერდით. ქალბატონი ნინო და ქალბატონი ანანა და ლამაზი ხელები ბავშვებო, თითები, 7 წერტილი დამიფიქსირეთ. კაკო კინკლაძემ ახსენა მარანა მემანიშვილი, ასოციაცია ფესვების თანათავმჯდომარე და ნინო ზურაბიშვილი, ბარიში საქართველოს საპატიო კონსულის მრჩეველი. 15 წელი ცოტა არ არის აქ ყოფნის და რო ხედავდი ამ ჩვენ მომავალი თაობას, მომავალი თაობა გვეკარგება, რაც ჩემი გულის ტკივილია. რას ნიშნავს გვეკარგება? გვეკარგება იმიტომ რომ ეს ბავშვები ვინც ჩემთან დადის, ჩემთან დაიწყენ ქართული საუბარი. როგორც ცეკვის პირველი ნაბიჯი გააკეთეს, ისე ქართული პირველი სიტყვები. ძალიან ბევრია მსურველი, ძალიან ბევრს უნდა, ბევრი სატელეფონო ზარები გვაქვს, მაგრამ არიან მშობლები, ვინც დაკავებული არის 24 საათიანით, მომლელები არიან და არ აქვთ იმის საშუალება, რომ ბავშვები აი ორშაბათს დედას და მამაც თუ? დედა აქ ძირითადად დედები არიან, იშვიათია რომ მამებიც იყვეს აქ. მამები სად არიან? საქართველოში, რა თქმა უნდა, საქართველოში. ისე გამოდის, რომ დედები ინახავენ ოჯახს საქართველოში და პლუს ბავშვი ყავთ აქ თავიანთი. კი, არ გამოდის და ფაქტია. კარგად. ბეჭები.
მამები იქ მუშაობენ, ასე ვთქვათ, თავიანთ საქმეში. კარგი იქნებოდა, რომ იქ იმუშაო. ბევრი არის ისეთი, რომ მამები იქ უმუშევრები არიან. ჩემს მასე ვიტყვი ძალიან ბევრი ჩემს გვერდით მყოფები, ვინც არიან, ვინც მეგობრები მყავს, აი ფაქტიურად დეპრესიით ცხოვრობს ყველა. გაია მიდი. მედი გაია. დები ზესტაფონიდან გამორჩეული იუმორით. აი როგორ შემოაკ რაღაცა ზესტაფონური თქვით ახლა, რო ჩაიძეროთ. რა მეთქვით? რა იმასტანებელა.